ცოტაც დარჩა, ცოტაც. ესეც დოუროს მდინარე და ძალიან ცოტა დარჩა, რომ ატლანტის ოკეანე ვნახო. აი, ლადოც აგერ არის, მივდივართ. ჩამოვიდით პორტუგალიაში და ძალიან ცოტა რჩება იმისთვის, რომ შევხვდეთ ოკეანეს და თქვათ, რომ ჩვენი საბოლოო წერტილი ამ ევროტურის მოგზაურობის მიღწეული გვაქვს და ჩავაბარეთ, ასე ვთქვათ, ის პირობა, რომელიც აქამდე დადებული გქონდა. აი, ბიჭო! ატლანტის ოკეანესთან ხო არ ხანდავთ? აუ, რა ცუდი სუნია? მოვედი, ხალხო, მოვედი. დაჭე. ხალხო. ატლანტის ოკეანესთან. What the fuck? მანდრაგიდე. აუ, რა მაგარია. ხალხო, პორტუგალიაში ატლანტის ოკეანესთან. აი, პორტუგალიის აი, ჩამოვედი. ბიჭო, აქ ვარ. ლადო, სად ვართ? ეხა ვართ ევროპის ყველაზე უკანასკნელ ხალხს. ამის იქით ევროპა აღარ არის, ზღვა, ოკეანე. ოკეანეში ვიცურავებთ ეხა. შო, ხალხო, პირობა შესრულებულია, პორტუგალიაში ვართ, როგორც გითხარით, პორტუგალიაში ვაპირებთ. ჩასვლას ჩამოვედით. დავისათვის რა თქმა უნდა, უღმესი მადლობა ჩემ გენერალურ სპონსორს Leader Sports, უღმესი მადლობა Socars, უღმესი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და უღმესი მადლობა Snekis, რომელიც გვერდში დამიდგა და უღმესი მადლობა მოკლედ ამ კომპანიას, რომელმაც აქამდე მომიყვანა ფაქტიურად, შემიძლია ესე ვთქვა. და კიდევ გამორჩეულად მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა GoPro Club Georgias, რომელმაც სცენა მისაჩუქრა, quadlock მისაჩუქრა, სამაგრები გამიკეთა ჩემშაფხუძე და ასე უღმესი მადლობა Mobilex, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტის სულ მქონდა ამ დროის განმავლობაში 5G ინტერნეტი რა თქმა უნდა და მოკლედ უბედრიერესი ვარ რომ ეხლა ამ წერტილში ვარ და იწყება ჩვენი პორტუგალიის ვლოგი. წავედით. ეგარი მოვედით, სუბოლოში მოვედით, ბიჭო. ჩემი ხვა ვიღატავებით სუბოლოში ვარ. აღარ არის არაფერი, ამის იქით ამერიკაა მართლა. ოკეანეა ხა? ვაიმე. აქ ვარ, ვაიმე. კარგად უნიკავასაკი. ეგერლად. აგერ მეც მოიცა? მეც აქ ვარ. აქ ვარ, ხალხო. მოკლედ მეგობრებო, ევროპის იმ წერტილში მოვედით, სადაც თქვით რომ ჩამოვიდოდით. პორტუგალიაში ვარ, პორტოში ვარ და სანაპიროზე ვარ. ამის იქით აღარაფერი აღარ არის. ანუ ამის იქით ოდნავ ლადო არის და მე აღარაფერი აღარ არის. ჩამოვედით, შევასრულეთ ჩვენი გეგმა. აქედან ცოტა გემები შეგვეცვალა, ლადოს ეჩქარება საქართველოში. როგორც მითხრა, სახში მინდაო, დედიკოსანი. და ეხლა უარს ხო ერთხი ადამიანი. და აქედან უკვე ჩვენი გზები გაიყოფა. რაღაც ქვეყნებს დავემთხვევით, მაგრამ ცოტა დროში ავსებით სავარაუდოდ და რა ვიცი, მე მგონი რაც გასაკეთებელი იყო გავაკეთეთ. მე სამწუხაროდ უკვე ისე ვარ, რომ აი აგვისტოს დასაწყისამდე ყველა ვარიანტი საქართველოში უნდა ვიყო, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს იქ. დავით, შენ, აბა? Let's go. წავედი და წარმატებები. სხვადასხვა არ მყავს ეს დაფოლოვებული და დაგაფოლოვება ხარ. ასე, აი ტანჯავს გეუნებით. პორტუგალიაში ვარ. რა მაგარია. ჩიტი. სალამი ჩიტი. რა მაგარია. პორტუგალიაში ვარ. ჩემ მოტოთი. რა ხდება? ეს რა ამბავია. საიდან ვარ მე აქო? საქართველოდან შორსო. არ მინდოდა მაბადიეთ გადავთოთ. ესეც ასე, ჩემი და ლადოს გეგმა ჩავსულიყავით ევროპის ყველაზე უკიდურეს ქვეყანაში პორტუგალიაში შესრულებულია, თუმცა აქედან უკვე ჩვენი გეგმები გაიყო და დამშვიდობებამდე კიდევ ერთხელ დაულოცეთ ერთმანეთს გზა. ალღო წევიდონ. ავარც მარტო ეხა შეყვარებულთან ერთად და საღამოს გავაცილებ. მე საერთოდ მარტო ვიქნები. მოკლედ ამ გამომშვიდობების მე მივდივართ Chapel of Souls. ესეთი ადგილი არის, სულების სამლოცველო, ესე ითარგმნება. არის ულამაზესი ადგილი, რომელიც ძალიან მინდა რომ ნახო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველაფერი რაც შეგიძლიათ რომ მოინახულოთ სხვა ქვეყნებში, შეგიძლიათ დასარჩოთ TikTok-ზე. იდეალურად გიგდებთ ყველაფერს, ანუ პირადი გამოცდილებები ადამიანების და ყველაზე მარტივად ხვდები იქ წასვლა ღირს თუ არა. და ერთ-ერთი ადგილი ახლა არის ეგ Chapel of Souls-ი და მან მინდა რომ მივიდე, ფოტო გადავიღო და შეიძლება დავპოსტო კიდევაც Instagram-ზე. თუ გინდათ Instagram-ზე გავამყევით, მეგობრებო, რაც მაწერია ზუსტად YouTube-ზე, იგივე მაწერია Instagram-ზე. დავით კონტენტი, ქვედატირეთ, გავამყევით იქაც. აი, აგერ არის ლამაზად გამოიყურება ყველაფერი გარედან. სულების სამლოცველო. ლამაზია. ეს გახლავთ პორტოს გულში მდებარე ულამაზესი ტაძარი, რომელიც დაახლოებით 16,000-მდე ლურჯ თეთრი ფილით არის შემოსილი და ეს ფილები აღწერს იმ წამებულთა ცხოვრებას და სიკვდილს, რომლებმაც პორტუგალიის რელიგიურად განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
თუ ტკბილეულიო გავსინჯოთ, რა პრობლემაა? ჩვენ აქ ახალი რაღაცების გასაგებად ვარ და ესეც დავაგემოვნოთ. ძალიან საყვარელი ადგილი არის, ლამაზებთან გაკეთებული და ესე გამოიყურება. ეხლა ვიღებ ორცელს გავსინჯო. Hello, can I take 2 of this and 1 americano? Thank you. ესე გამოიყურება, ცოტა დაეწვათ მე მგონი, მაგრამ გავსინჯოთ. გავსინჯოთ ეს რამოც თამაში პორტუგალიაში. ემერი პონჩიკი მაქვს, ფანი ტექსტურით უბრალოდ. ანუ გებრიელია. უბრალოდ ფენოვანი წომით არის. გებრიელა წავიხევსე და ეხლა წავედით წმინდა ილდეფონსოს ეკლესიაში. მართალია მეძაღლები უფრო მიყვარს ვარა კატებს ვიგზებ. ვიცი. წერიათო თუ დამეხმარებით რომ ქუჩის კატებს ბერი ვაჭამო. დახმარების ფასად შეიძლება მოეფერო. მე თუ გითხავ იდეალური გაცვლა არის. კატას მოფერება ძალიან მიყვარს, თან ძალიან წყნარი კატა იყო. კატების მეშინია, ზოგადად. თუ ჩაქთხილიშო რაღაც მომენტში. ეს არის თხილიშებოდა და ზღრელი იყო. აი, ეს არის წმინდა ილდეფონსოს ეკლესია. ხო, რაღაცნაირი არის. მოდი ფოტოს გადავიღებ, შიგნით დაკეტილია მაისა. წავალ აქედან რომ ვიღაცამ რამე არ მითხრას. Thank you. ის ნამდვილად შევამშეო რომ ყველა აბსოლუტურად კარგი განწყობით არის. ეხლა იდეაში ესეთი კაცი იყო რომელიც დახმარებას ითხოვს და მაინც გიღიმის და გაქებს რომ ლამაზი მოტო გყავს. რა მაგარია. Thank you so much. და საყოლები არიან. Good Georgia ესე ვითხრა. გეუბნები და საყოლები არიან. აი თქვი თუ არა აგერ ორ წამში. ვიღაცამ კარგი დადებითი ემოციებით დაგვასაჩუქრა. რა მაგარია ესეთ ქვეყანა სადაც აი ყველა გიღიმის, არავის ესეთი პირდაპირ პრობლემა არ აქვს შენ მიმართ. დაბღურელი არ არის. შეიძლება პრობლემები გქონდეთ რა თქმა უნდა, მაგრამ მაგას შენ არ გავხვევენ თავს. ნუ აქ ვიძახი ყველა შემთხვევაში რა სხვა ქვეყნებში ბერგა რა თქმა უნდა ეგრე ხდება. და არ ვიცი ხა გჯერათ თუ არა მართლა ამ ქვეყანაში რომ შემოვიდი პირდაპირ იგრძნობოდა რომ რაღაცა დადებითი ხდებოდა გარშემო. ემოციის დონეზე ყველაფერი ნამდვილად იგრძნობა. ეხლა კი მივდივართ ბიბლიოთეკაში, რომელზეც იძახიან რომ აქედან არის ჰარი პოტერში ჰოგვარტსის დიზაინი აღებული. ნუ ეს ვარაუდობენ მაგას ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან გავს და ძალიან ლამაზია და მინდა რომ თქვენს განახოთ. აი, მასლაინზება, უკაცრავად. აი ეს. აი მე მგონი ძალიან დიდი რიგია. თუ არ არის მაგის? იმედი არ არის მაგის რიგი. ჭანდაბა. აუ ძალიან დიდი რიგია. ვაიმე, ეს რა არის? ეს არის სურიგი? მეგობრებო, სიტყვაზე მეტად ძალიან მაგარი ადგილი არის. მოგეწონებოდათ. დამიჯერეთ რომ ძალიან მაგარია. მანდ ვიყავით. გეფოთებით ამ რიგში ჩამაყენოთ ძალიან გთხოვთ. გული ამერევა 3 საათი ახლა რიგში ვივიდგე. წავედით შემდეგ ლოკაციაზე. სამივიდეო არ ვიცი, გავარკვევ საწავალ. აგერ წავალ. აი ძალიან ლამაზი ადგილი არის. ეხლავე წაგიყვანთ, მოიცა აქ ულამაზესი ადგილია. აქ ეხა მივართ. აი რა ლამაზ ადგილას მოგიყვანეთ მეგობრებო, ზუსტად 5 მეტრში. არის ულამაზესი ადგილი. ეხლა ვეგეწვით რა არის? აი მეგობრებო, თვარესთან მოგიყვანეთ. დიახ, ხო მოგწონთ? კარგია. აი ეს არის მეგობრებო ლომების ფანტანი და ეს არის იგრეიოს დო კამპოს თუ რაღაცა ეგეთი და აი ხა მათ გავიღვეთ ფოტოს. ეგ ძალიან ღირსშესანიშნავი ადგილია, დიახ. აი, ნახეთ რა ლამაზი ადგილია მეგობრებო. აქ არის ცნობილი ფოტოს გადასაღები ადგილი. ეხა ფოტოს არ გადავიღე, უბრალოდ თქვენ გაჩვენებთ აი ვიდეოში მინდა რომ იყოფილიყო და ძალიან ლამაზია. და მეთანხმე ხო ლამაზია გეხვეწებით იმ რიგში არ ჩამაყენოთ, არ შემიძლია. პორტოს დათვალიერება ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა მოვიდა დრო რომ ოკეანეს პირისპირ შევხვედროდი. აუ რა ცივია. ოკეანის წყალი არის ძალიან ცივი. ეხლა თქონ ტაიტანის ის უნდა გაეშოს კლიპი. პირველად წყალში რო შედიან. ოკეანესთან შეხვედრის შემდეგ უკვე დრო იყო რომ ჩემი შეყვარებულიც გამეცილებინა. მიდის. მართლა მარტო ჩემი მერე. ავიდა. აი წავედი დავიკარგეთ. ასე გავაცილე ყველა პორტუგალიიდან სამშობლოსკენ და ამ მომენტში მივხვდი რომ უკვე რეალურად მარტო ვიყავი და სოლო მოგზაურობას ვიწყებდი. კარგი დასაწყისია თუ გითხავ სოლო მოგზაურობის. დააწოს. მოდი კარგი ვაიბით გააგრძელდეს ეს ყველაფერი. ესე იგი, ვემშვიდობები მოკლედ პორტოს გავაცილე ყველანი აბსოლუტურად გავაცილე ლადო და თავისი მეგობრები, ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა. გავაცილე ასევე ჩემი შეყვარებული და ახლა ვემშვიდობები პორტოს და მივდივარ ლიზბონში. ოღონდ აქ თუ გადავიდა ეს ჩვენი გზააფერია ისევ. აი, ლიზბონის გზა აქით არის. მოვინახულებ ულამაზეს ადგილებს ლიზბონში, ულამაზეს სანაპიროებსაც გაჩვენებ, იმიტომ რომ აი სასწაული სანაპიროებია უბრალოდ რაც მოვიწე ინტერნეტში და ლაპარაკით აღარ მოგაწყეთ თავს. წავიდეთ ლიზბონში. Let's go. Taqolb ba, ხა მოვიდი, მაგრამ მაინც taqolb. This is door code if it's closed downstairs. Yeah? Okay.
ეს წილო ტიპია და კომუნიკაბელურია პაკისტანიდან და იწადიო. Okay, if something I will write you on WhatsApp. Have a nice day. საყვარელია. აი YouTube-ის ვიდეოებში რო კეთილი პაკისტანელებია, აი ეგეთი ტიპი იყო ზუსტად, ძალიან საყვარელი იყო. ეხლა მოვიდი ლისაბონში, Santa Justas ლიფტთან. ერთ-ერთი ცნობილი ასე ვთქვათ ტურისტული წერტილი არის, სადაც შეგიძლია რომ მაღლა ახვიდე ლიფტი და კარგი ხედი არისო და ეხლა ვნახავ ცოტა ხანში. მაგრამ მე აქ ხედების გამო არ მოსვარ. მე აქ მოვიდი იმისთვის, რომ ჩემი შეყვარებული scavenger hunt-ი გავაკეთო. დატოვა ბოქლომი ჩვენი სახელის ინიციატივებით და ასევე კიდე ამ ლიფტის უკან დატოვა საინტერესო რაღაც წერილი, რაღაც კონკრეტულ თქვასთან და იმედი აქვს, რომ ისევ იქ არის. ან წვიმამ არ გააფუჭა, ან ვიღაცამ არ წაიღო, ან ქარმა არ წაიღო. ჩიტმა წაიღო? ჰაერმა? ნახოთ. უბრალოდ ეხლა ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ეს არის ლიფტის რიგი. ამდენი წელი უნდა ვიდგებით რომ რიგში. ორ წუთიანი ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე რომ life hacks მიმართო რომელიც TikTok-ზე ვნახე რა თქმა უნდა. ახლა რიგს გვერდიო დავავალო მთლიანად. წალკი ასასვლელი არის ფეხით. ერთადერთი განსხვავება ის არის რომ ლიფტში ვერ ჩაჯდები. არ მინდა მე ლიფტის, მაო. მე ჩემი შეყვარებული დატოვებული ბოქლომი უნდა ვნახო და ჩანსო ეგრესო თვითონ მითხრა, წავედით. საკმაოდ ცოტა მიცის როგორ ჩანს, ბევრი ხალხი არ მოძრაობს აქ ქუჩაში, ცარგელია ეს ქუჩა. და მე მივუყვები უი რა ნახატია უკაცრავად. ვაუ, რაღაცა საინტერესო ადგილია ძალიან. ეს რაღაც მონასტერი არისო, ესე სკვეს TikTok-ში და ამის გვერდზე უნდა შევუყვე აქეთ. ახვიდე კიბეებზე და ზუსტად იგივე ხედი და იგივე ადგილას მიდიხარ საერთოდ. ვაუ. აი, ვინც იცის, მაო. არ არიან იგივე ადგილას. ახლა მივიდეთ და ვნახოთ თუ დავინახავ იმ ბოქლომს, თუ არ მოხსნეს ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდში ერთხელ ხსნიან. ეს ბოქლომი დატოვებულია დაახლოებით ფერახევრის უკან. აი, ზუსტად აქვართ. ახლა უნდა ვნახო სადა კონკრეტულად რომელი ბოქლომია. როგორც ვიტყვა, მოკლედ იქითა კუთხეში არის და იმედი მაქვს არაა ჯერ მოხსნელი. ხა დავამზადოთ. აი Ჟამაგარია. გოგო, აი, ნახე. აი, this plus a. თან გვერდ 15 წლის მანამ მაგარია. ძალიან მაგარია, ხა ფოტოებს გადავიღებ აქ ერთ დავლოდეთ. ძალიან მიხარია ეს ერთი განძი და ეხლა მივიდივართ მეორეს მოსაძებნად და აი, ძალიან დიდი იმედი აქვს რომ ისევ იქ არის. აი ეს არის ეს მონასტერი რაც გვინდა და აი არის იმ ქვის ქვეშ წესით. იმედია, არ ვიცი, ნახოთ. აი, უნდა იყოს შეტენილი. Sivakari. არ ვიცი ხედავ თუ არა, მაგრამ აი აქ არის. ზამაკარია. თავი ძაფატარა ბავშვი. ის გულიანი ქვა აღარ არის? თუ ცოტა შევძე. აი პოლიცია არ მოვიდეს, რამე არ ეგონოს. არაფერს არ ვედებ. სად არის მომ? ფაქტი არ არის მომ? ის ხო აღარ არის. აი ეს აგრე წერილი იყო. აი წერილი, ეხლა წავიკითხავ. თქვენ წავიკითხავთ თუ არა არის, არა ჯერ წავიკითხო მაცადეთ. წავიკითხოთ რა წერია. აი cherish you, ანუ cherry ხო არის ეს? აი cherish you, მე გაფასებ. ინგლისური, translate G. ვაი, რა საყვარელია. თქვენ არ წაიკითხოთ უბრალოდ გაჩვენეთ საყვარელობა. მაგრამ იმ ნახატს გაჩვენებთ აქ ქვევით რო არის საყვარელობა. ალბათ ჩემს სახელზე მიხდებოდით ყველაფერს და არაფერს განსაკუთრებას არ გეტყვით. ეს გეტყვით რომ ძალიან მაგარი შეყვარებული ვიყავს. დიახ. ძალიან. ჩვენი სკავენჯერი აქ მოჭა უკაცრავად ცოტა ხმამა ჩახლიჩილი რამე არის ფიქრობ სენტიმეტრები არანაირი არაფერი საერთოდ. ჩვენი სკავენჯერი ეს ჩემი სიტყვები დამავისყა როგორც არის. ეს ყველაფერი მოჭა, წავედით შემდეგ აქტივობაზე. ერთად მეგობრებო, შემდეგ აქტივობაზე რო წავიდე, ვაიმეზე ხომ უნდა დავждე წავიდე. ვაიმეს ვერ პოულობ. სად დავტოვე თუ მახსოვდეს? ვარაუდზე დავდივარ. აქ არის? ოპა. ვიპოვე, არის დარდოთ. უბრალოდ უცხო ქუჩაზე გამოვედი და ვერ მივხვდი სად იყო, რა იყო, რა ხდებოდა. არაფერი, კარგად ვარ. არაფერი არ მინერვიულია. ვაიმე, რა დაღმართებია, კიდე კაი აქ ფეხი არ მიწევს.
მომივარდებოდა გული 700 წელი არ მივარჩია ალბათ. მადლობა ვაიმე მატარე გეხოცები. დიდი მადლობა. საინტერესო ადგილები კი არის, აი, იმდენად ყველაფერი ერთმანეთზე არის დაწყობილი და რაღაცნაირად გადახლართული. თუ არ გეზარება ფეხისცერული, მართლა ძალიან საინტერესოა თავგადასავლების გადააწყდები, ესე მგონია. აი, ლამაზი ყვავილი. ერთი ვიდეოს მიხედვით ვიცი, რომ აქაური რელიგიური ხალხი თვლის, რომ 100% მართალი მხოლოდ ღმერთი არის და თვითონ რასაც აკეთებენ, მაგალითად, პორტოში რომ ბევრი ფილაქნები იყო სიმეტრიულად დალაგებული, მაგ ფილაქნებიდან ერთ-ერთ სპეციალურად არასწორად აყენებდნენ, რომ 100% მართლები არ ყოფილიყვნენ და იდეალური არ ყოფილიყო ეგ ასე ვთქვათ შენობები და კედლები. და საინტერესოა რა. შემდეგი აქტივობა, ჩემი საყვარელი აქტივობა არის, რაც არის ჭამა, კონკრეტულად ზღვის პროდუქტების ჭამა. მოვიდი ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას, ეს ჯაბიჯიტი მითხრა და მე ვკითხავ, ცოტა აი თავზე გადასმას ვიმსახურებ რა. ანუ ამდენი რაღაც გავაკეთე და იმედი მაქვს, რომ ადგილი იქნება. ჯერ მეგონი რიგი არის. Is there place or no? Just me. ორი სამი წუთი დავამელოდეთ რა პრობლემაა. ოუ ძალიან მიხარია. ესენი არ მიყვარს. ჩორბითეზები დიდად არ მიყვარს, ერთი ორგული მიყვარს და აი ზღვის პროდუქტები მიყვარს, რასაც ქვია. და გადავიფინო თავზე ყველაფერი. მოვიდა ჩემი რიგი, შემოვედი და რა თქმა უნდა, ლუდით ვიწყებ. მეგობრებო, ეს ჩვენთან არის, რომ არ შეიძლება ლუდის დალევა და მე დაждობა. ანუ საჯარიმის თემაში ვიძახით, თუმცა რა თქმა უნდა, თუნდაც თუ არ ესე ამ თვალი არ დაждეთ, მაგას არ ვიძახი. ჩვენ გიმოჭოთ, ბევრს ვაღარაკობ. აუცილებელი ლუდი არის ასწავლი. თვითონ ლუდი ხო არის ცივი და მე ხო საერთოდ ჭიქაც ცივი აქვს, 800 ხანის არ ყველაფერი ცივია. აი მე დააკაია. შევკვეთე clams with garlic. clams საქართველოს არის როგორ არის, მაგრამ ნივრიანი ესენია. და შევკვეთე ზღვის პროდუქტების პაელა. ეგ არის მეგონი ესპანური ტრადიციული საჭმელია. თვითონ ესპანეთშიც ნაჭამი მაქვს, მაგრამ მგონია რომ აქ მოგემრიელი იქნება. და რაღაც ხო მივიდა. შრიმფი მომივიდა ნიუ-იორკში. მე მგონი შეეშალა. არ ვიცი ვეთქ. ეს ჩვენ პირველი საჭმელი. აი, როგორ გამოიყურება. არ ვიცი ქართულად ამას რა ქვია. გემო მინდა ეხლა მე გემო. თქვენ გიმარჯვეთ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რა გვერდჩვით გახართ, უყურეთ ამ ვიდეოს. კარგი კომენტარებს ვიწერთ, კარგი მესიჯებს მიგზავნით. ეხლა აქ როზი ვარ, მართლა თქვენი დამსახურება, აი არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად არის თქვენი დამსახურება. რა თქმა უნდა, სხვა რაღაცების დამსახურებაც არის, მაგრამ თქვენ ხართ პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ გარეშე რაც არ გინდა დანარჩენი ყოფილიყო, გინდა ჩემი თავდადება, კრეატივი, სპონსორები, ანუ ვერაფერი ვერ იქნებოდა რა თქვენ გარეშე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. თქვენ გიმარჯვეთ მეგობრებო კიდევ ერთხელ. Thank you. ეთ რა კარგად გამოიყურება. დაიორთეთ მე მგონი უკაცრავად. ოიმე, ძალიან ლამაზია რა ფერადია. Help me. ეს არის hot fish cake, რომელიღაც თევზი არის. საინტერესოდ გამოიყურება. სულიერთ ერთი კარგი აქვს. აფერი განსაკუთრებული. კარგია. გადავიდეთ შემდეგზე. შემიძლია მეგობრებო, ძალიან გემრიელია. საკმაოდ იაფია, ხა ჯამში ბევრი გამომივა, მაგრამ ძალიან იაფია თითო საკვების შეძენა, ანუ ზღვის პროდუქტები ზოგადად ძალიან ძვირია. მე რა ვჩერდები, ძალიან მომწონს. შეუნებით ვერ ვჩერდები ხალხო. მეყოფა. ყველაფერი ვჭამე, რაც ასწავლე. აი, დესერტი დავინახე. დავით მოტოკე. მოტოკე დავით. არ ვინდა დესერტი. მეგობრებო, დათვალეთ რა ფასის იქნება თქვენი აზრით. უცებ-უცებ მოიფიქრეთ, სანამ გადავერთი. Thank you so much. უცებ-უცებ დააფიქსირეთ ფასი მეგობრებო. 3 2 1. 58 და 90. 60 ევრომდე. ჩემი 150 ლარი დავხარჯე მინიმუმ. მეტი, რა 200 ლარამდე. და მე ვიტყავ თუ აი თავზე გადასმას ვიმსახურებ რა. ბიჭო გადაყვალა რომ წოს რა ევროში დარჩა. 60 ლარი დავხარჯეთ მეგობრებო. წავედით ახლა. გავიქიცი ვალი დავიდი რომ სანამ ვიტირე. ეგ არის რა, ჩემი აზრით დამსახურებული ზღვის პროდუქტები ვჭამე. ამდენი მოგზაურე, არ ვისახურებდი 60 ევროიან საჭმელს. შეიძლება არ ვისახურებდი, მაგრამ ფაქტია რომ ვჭამე. ეხლა წავალ გამოვიძინებ და ხვალ ულამაზეს სანაპიროებზე მიმყავხართ, ასე რომ მოიძინეთ თქვენს დაიძინეთ 3 2 1. გავარჯობა. ამაგრად გავსულ. რამით თუ ხდებოდი ქართული რაღაცები? წარმოგიდგენთ, თან ზაშტა.
ხო? მაგარია, მაგარია. მოგზაურობთ? ხო, ეხლა მიდივარ ლაგოსისკენ, ხვევით, მე ესპანეთში. ჩვენი ძალიან კარგი. კაი ბატონო, კაი, შიდა ვიანგზავრო. კარგად. მაგარი. ევასება რა ეგეთი რაღაცები. ეს არ საიდან. უცებ ჩვენ ხვევით. მაგარი შემთხვევითობა მაგარი რაღაცა. აი, ოფროუდის ბაიკი მყავს. აი მე რა ის ოფროუდის ბაიკი ხოთმე არ წაიქცე. ნელა ბიჭო, ნელა. საწევიდე ახლა აქ. რა ლამაზი სახლებია. აი მე. სერიოზული ოფროუდია. არა უშავს, მე ხო ენდუროზე დავდიოდი. ეხლა მე უნდა ჩავიდე იქ. მიდი, შეგიძლია გოგო ყველაფერი. დავიდით. ეხლა საით, პირდაპირ. ესენი რეებია, გამოქვაბულები, მაგრამ მოიცადე, აქ ზარ არის. ემას. აი მე ცოტა ჩავარტყით არა უშავს. ოპ. ჩასასვლელი გვინდა. ესა ჩასასვლელი თუ წინა ჩასასვლელი? ალბათ ეს. კაი, მოდი გავაჩეროთ. მოკლედ აქ მიდის ესეთი პატარა ბილიკი, სადაც ნელა სავარაუდოდ ჩავალთ იმ ძალიან ლამაზ ადგილას. უბრალოდ რაღაც ბევრი გზები არის და იმედი მაქვს, რომ არ დავიკარგები. ჩემთვის ბევრი გზა იდეა შეიძლება. აი, ხუჩას რომელიღაც ეს დავფიქრებული ვარ. იმედი მაქვს, რომ ჩამიყვას. ხმით მიდივარ, ხმით. ხო აქ ის. უი, აქ ჩამოსასვლელია. აი, ხო გითხარი დავიკარგე. აქ არაა ჩასასვლელი. ვაიმე, ძალიან ლამაზი ადგილია. მაგრამ მინდა რომ ქვევით ჩავიდე. სადა ვარ? შეიძლება შევიკარგებოდე დავიღალე კაცო. შეიძლება მოყვეჭე. არ მახსოვს. არა რაღაცა გასწრაფო. ვერ გავიგე ხალხო. აი მე ღერთ ჩემ როგორ გზა ყოფილა. აქ უნდა ჩავიდე. ძლებო, თავარი გადავჭე და არ დავიბრიდო. დანარჩენი არა უშვებს. მოტოს ფეხსაცმელს მაგარი მოჭიდება ქონია. ძალიან მარტივია. ვაიმე, ჭაფუთი მივარტყი. ეს ის არის, რა ქვია, აი კაკოროდადის რა, ამაზონის ჯუნგლებში იგივე თემა. ვა, რაღაცა შემერჯო. იქაც ეკლიანი რაღაცები იყო და. ნახეთ რა ლამაზი ადგილია. ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა. აიმე, შეხედით რა მაგარი ადგილია. დავა პორტუგალიას. ეს არის ამ პირველი ადგილი, სადაც მოვედი. გავს ადგილას. Let's go, წავედი წყალში. ეხი ცხადავ. What the fuck? ბავშვობაში რომ აგროვებდი რა, ეხა არ მინდა? მინდა. არა, ეხა მეზარი. ეცივია. რა თევზები არიან აქ? ცოტა მეშინე თევზების. ეხა გასწავლეთ რომ თუ ცივად და არ გინდათ რომ შეიგდოთ ეს ცივი წყალი, მალე უნდა ჩახვიდეთ და იყო ჩახტომა. ой, დამცავია მაგ წასული. უცებ ჩავიდეთ, ხლა მოვიდეთ, დამცავი წავისო და გავაგზავნოთ. აი, რა ძალიან წყალია. აკეთ ყომა ხალხი კატარისაც მოდის. არა, აუცილებელი იმ გზაზე ჩავხედე, აქცესაც მე ჩავავედი. თუმცა ის გზა უფასო იყო ამასასწრაფოდ. აი ხა დრონი მინდა რა. ეგონი დრონი უნდა დავიმატო. დრონის კომპანიაში ვიყავთ. პარტნიორი ხო გიათ. მოკლედ მთელი დღის გეგმა არის ბევრი სანაპიროების ნახვა, რომელიც გავსად ძალიან ლამაზი და ყველა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეგ არის მთელი დღის გეგმა და მე მივდივართ სამყაროს დასასრულის წერტილში. ეგ ეძახიან მაგ ადგილს საგრესი ქვია, რომ დავესვათ ძის ჩასვლას. რა ლამაზი წყალი აქ ხოლმე გაჩვენოთ. ეს ადგილი როგორც ჩანს ძალიან ტურისტულია, ძალიან ბევრი ხალხია, ნუ მანქანების მიხედვით ვამბობთ, რომ ძალიან ბევრი მანქანა იყო დაპარკინგებული, მაგრამ ეხლა მივიდივარ სანაპიროსკენ, მე მგონი ძალიან ლამაზია. რა ლამაზია! აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. ამას შეხედით, რა სილამაზეა. ეს ადგილი უკვე ბევრად ტურისტულია, ბევრად მეტი ხალხი არის, აქ რესტორანიცაა. ბევრი გაფრთხილებასაც სხვათა შორის დიდი საშიშროება არის, რომ რაღაცა ქვები ჩამოცვიდეს და მაგის ნიშნებიც არის. მოხოთ ეს ადგილი არც ერთი სუფთა არის, როგორც ეხლა ცოტა ხნის წინ ვიყავით. ვა და უფრო ცივია. მეორე მხარეს გადავდივართ, აი ესე უნდა გავძვრეთ წყალში და იქაც სანაპიროა. აქ შედარებით ცოტა ხალხია. აქ უნდა იძრომიალო. მოდი არ მინდა ძრომიალი, არ გადავძვ თავს. მადლობა, ბევრი მაქვს ანახავი დღეს. რამე არ მომივიდეს. მოკლედ სანაპიროების მონახულებას გავაგზავნებდე. ცოტა პატარა შესვენება ავიღე და მოვედი ლაგოსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საჭმელ ადგილას. ამას ქვია გარდენი, არის ულამაზესი ადგილი მართლა.
ძალიან კარგი ვაიბია, შემოითვალა იგივე გავიღიმე, არა და ცოტა დაღლილი მოვედი, იმიტომ რომ თელის უჭველი ვარ. ძალიან სასიამოვნო აურა არის ნამდვილად. და ზუსტად ძივა გრილის გვერდზე. ნახეთ რა კარგად გამოიყურება გეხვეწები თავზე შეხედეთ. თევზი იწვება ასე ვიდეო და წაკაისული მოდის პირდაპირ. ერთ-ერთი ადგილი ყავს დარჩენილი და მეთქი. იდეალური ადგილია ჩემთვის მამა. დამაჯინე აქ დავჭიქე. და შეგოც ახლა თევზზე ულობა. და რა თქმა უნდა ლუდი. ლუდის garaშე არ შეიძლება. აგერდმაო, ეს არის ორაგულის მუსი. ეს გამოიყურება. სხვადასხვა ნიკორაში რო იყიდება ორაგულის ჩასამუსებელი. აი ძალიან მიყვარს და ნახოთ აბა ეს როგორი იქნება. ძალიან დაფრიგებო არა აქ. ცოტა მარილს დავუმატებდი ჩემი გემოვნებით. აუ, რა კარგად გამოიყურება ხალხო. ხალხო. მომწონს პორტუგალია მომწონს. შუაგი მაჯოს. ცოტა ბუზებმა თუ ინცაიეს. ვერჩედები ხალხო, აღარ შემიძლია. ყველაფერს ჩვენ. არა აქ ნაყოლება თევზს, წესით ნაყოლება თევზს მაღალი უნდა კონდეს და კარტოფილსაც. რა გამიხსნა ეგეთი მადა. ეგ არის მოკლედ, გებელა ვჭამე, ეხა გადავიხდი და წავალ გავაგრძელებ განახილ სანაპიროებს. ეხა მოვიდით ადგილზე, რომელსაც ქვია Beach Estudiantes. ეს ადგილია, არ ვიცი როგორი კითხება, რა თქმა უნდა, არასდროს თქვი სავარაუდოდ, ესე გამოიყურება. არაფერი, ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით გამორჩეული არაა სხვებთან შედარებით, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან გამორჩეულია. საერთოდ ხვდები ეს კლდეები აქ როგორ ფორმირდა და უცნაურია, მაგრამ აი იქიდან მხარეს არის ლამაზი გამოსასვლელები და აი მანდ მინდა რომ მივიდე და ეგ ადგილები დავათვალიერე. უბრალოდ ეს არის გასასვლელები გაკეთებული ამ კლდეებს შორის წყლის გასასვლელი. აი მე ღორთო შემეშინდა. უბრალოდ ეს არის გასასვლელი აი ესები. გაკეთებული. სანაპიროდან გამოდიხარ, აქ შემოდიხარ რომ მეორე მხარეს გადახვიდე რომ წყალში გადასვლა არ მოგიწევს. ძალიან კომფორტულია და რაღაცნაირი მისტიკურიც არის ცოტათი. რომ გამოქვაბულში შედიხარ, გამოდიხარ და მე გხვდება აი ესეთი სანაპირო. ძალიან მაგარია. ეხლა რა მაგარია. ეგონი ზღვის პირზე დავაბადებული ყავი. ნუ ეს ოკეანის პირაა მართალია. რაღაცა ძალიან მშვიდად ხარ. მაგრამ მოტოსატარებელი ადგილი დიათ არ არის. ეგ არ მოწონს. აი წამოწავიდეთ სხვა ადგილებიც, ნახოთ სხვა ესეთი გამოსასვლელები. მაგარია. ეს კიდე არის გასასვლელი. მაგარი ადგილია. ოშ რა მაგარი კადრია ერთი წუთი. მაგარია. რამდენად ესთეტიკური არის ეს ადგილი, იმდენად არაესთეტურად გამოვიყურები ახლა მე. დიდი მაიკა, მოკლესაც რომ შორტები, კროქსები. წელჩანთა, საერთოდ რენდომად ჩამხუტი. ძალიან ესთეტიურია მე თუ გითხავ. მაგარია და ესეც ახალი სანაპირო უკვე. ჩადავა, ხალხო. კომპლეტი არ არის. კომპლეტი შესწრები არ გვაქვს. ეკრახდე. ვაუ! მაგარია. ეს რა არის? კრაბიკი. კრაბი დავინახე. აი კიდე. რაღაცნაირი კრაბები არიან, მახინჯები. ოვებს უფრო გვანა. კიდევ სამყოფელი ყოფილა. მაგარია. რა ვიცი, ფერც არ ვიცი. აი წავიდეთ მე და ზღვის ჩასვლა გველოდება, რა ზღვის ჩასვლა, მზის ჩასვლა საგრესში. წავედით. თორი ხა გიზაკავრო არაფერი თავიზიანო. მე როგორ მოვედი საერთოდ. კროქსებით არის ესეთი მარტივი ყოფილა გადაადგილება, ესეთ უგზო ადგილას. როგორ არის გავხარ, გამარჯობა. ძასაყოლები არიან. ეშტერულად დადიან. Hello. ამადა დავადა. Please help me. ხოდიშ ცოტა გავერცე. სანამ ვიდეოს ყველაზე შთამბეჭდავ მომენტს განახებდეთ, მაგამდე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს სპონსორებს. უღრმესი მადლობა ჩემ გენერალურ სპონსორს Leader Sports. ძალიან დიდი მადლობა Tegeta Motors, რომელიც მოტურის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ასევე უღრმესი მადლობა Socars და ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემ მეგობარ კომპანია Snacks. ახლა კი მინდა გიამბოთ საგრესზე, რომელსაც სამყაროს დასასვლელად მოიხსენიებენ. ეს ადგილი არის ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ამ მოგზაურობიდან, ისედაც მზის ჩასვლაზე შეყვარებულმა, აქაური სიმბოლიზმით დატვირთულობამ, სულ სხვა თვალით დამანახა ამ დღის დასასრული. საგრესი ითვლებოდა ადგილად, სადაც ჰორიზონტზე მზის ჩამალვის ადგილას ღმერთები ისვენებდნენ და ამ ბუნების ნაზავის შემხედვარე, სადაც კლდეები ჩაჭრილია ოკეანესთან, სადაც ჰორიზონტზე შუქურა მოჩანს, რომელიც მზეს აცილებს, საერთოდ არ არის გასაკვირი თუ რატომ ეგონათ საგრესის სამყაროს დასასრული.
კარი უცნაური ასაა. ასე გავს იჩასაზე რა მაგარი. მოკლედ ამ ზეჩასულ ფონზე ძალიან დიდ მადლობას გიხდით მეგობრებო ყურადღებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო, იმედი მაქვს ის რაღაც რაოდენობა წუთებიანი დრო რაც ეს ვიდეო გამოდგა, ისი ამოვნეთ, დადებითი ემოციები მიიღეთ. მე ძალიან მიყვარს დისჩასვა და ვიხარია რომ თქვენ ეს გაგიზიარეთ. დღესთვის ეს იყო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.